მოგესალმებით, ანა ოკომურა დაგიბრუნდით დორამების თემატიკით და დღეს მინდა განვიხილო 2016-17 წლის დორამა ხვარანგი, ანუ The Poet Warrior Hughes. ალბათ ბევრს გსმენიათ მის შესახებ. თუ არ გსმენიათ, ახლა გეტყვით 5 მარტივ მიზეზს თუ რატო უნდა ჩაუჯდე ახლავე მას. მოდი დავიწყოთ. პირველი, რომანტიკა, ბუნება, მეგობრობა. სიუჟეტი არის თვალისმომჭრელი. მეორე, სიმპათიური ოპერი. მესამე, სიმპათიური აჯოშები. მეოთხე, სიმპათიური ქალბატონები. მეხუთე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთად. ნამდვილად მაგარი, ლამაზი და შეუდარებელი მსახიობთა ქასტი ყავს ამ დორამას. აუცილებლად უნდა ნახოთ. ახლავე ჩართეთ და უყურეთ თუ არ გაქვთ ნანა. ასევე წავაწყდებით ძალიან ბევრ ფან-სერვისს, ქალებს, საშხაპის სცენები, ბრძოლის სცენები, ლამაზი ვიზუალური მამაკაცები, რაც კორეაში ძალიან უყვარს და ჩვენც არა მარტო. სიუჟეტი კი ვითარდება 1500 წლის წინანდელ კორეაში. ერთ-ერთ ეპოქაში, როდესაც დიდგვაროვნები და დედოფალი მართავს ქვეყანას. დედოფლის მემკვიდრე დამალულია. ანუ მეფე არსებობს, მაგრამ არავინ არ იცის როგორ გამოიყურება. ხვარანგი კი არის ახალგაზრდა დიდგვაროვანთა დინასტიის მემკვიდრეებისაგან შეკრებილი სამხედრო არმია, რომლებიც ექვემდებარებიან დედოფალს მოცემულ მომენტში, თუმცა ისე მეფეს უნდა დაემორჩილონ და იცავენ მის ძალაუფლებას. მთავარი ორი მოთხოვნა კი ხვარანგში მოსახვედრად არის შემდეგი: გარეგნობა და წარმოშობა. ეს ორი თუ გაქვს, შენ მოხვდები ხვარანგის ჯგუფში და გეყოლება ძალიან ბევრი მეგობარი და თანამოაზრე. კიდევ მინდა დავამატო, არ არის მოსაწყენი სიუჟეტი. ბევრი რამე ხშირად ძალიან სწრაფად ვითარდება, სულ არის 20 ეპიზოდი და არ ვიღლებით თითოეულ სერიაში. ვერ გრძნობ ამ დაღლას, პირიქით ბოლომდე ლაითად სუბუქად მიდიხარ და არ გწყინდება სიუჟეტი, რასაც ვაფასებ. ასევე თავარი, რაც კი მინდა რომ გითხრათ, არის ბოლოსთვის შემოტოვებული. თავარი გმირები, ვინ არიან, თავარი შემსრულებელი, მსახიობები, თავარი როლი არის ჩვენთვის ყველასათვის ძალიან საყვარელი პარკ ჰიუნსიკი, პარკ სოჯუნი, გო არა. ეს სამი ტანდემი ერთ სივრცეში, სამი გიჟი მსახიობი, სამი გიჟი ტალანტი ერთ სივრცეში. შემდეგ მოდიან დო ჯი ჰანი, ჩოი მინ ჰო, უნ ვო, ალი კვანგ სუ, ჩო ვონ იუნგი და საბოლოოდ მოვიტოვე ვო ჰაკამი და სონ დონ ლი, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი აჯოშები, ასე ვთქვათ, დავარქვათ, მოდი აჯოშები. და ძალიან ცნობადი სახეები არიან კორეაში უკვე, დორამებში ხშირად ხვდებით მათ და საკმაოდ კარგი დორამა გამოვიდა მათთვის, ვისაც უყვარს მსუბუქი რომანტიული დრამები მეგობრობის თემატიკაზე. აუცილებლად გირჩევთ, რომ უყუროთ, გაერთოთ, იმხიარულოთ და ისიამოვნოთ. ბედნიერ ყურებას გისურვებთ და იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი მოკლე ვიდეო. ნახვამდის!